მშვიდობის მოგესალმებით, ეს არის კომერსანტის თემა და ჩვენი სამშაბათის ტრადიციული რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. დღეს უნდა ვისაუბროთ მომხმარებელთა უფლებებზე, უფრო კონკრეტულად კი იმ განაცხადებიდან გამომდინარე, თუ რა ტენდენცია გამოიკვეთა, რა გამოწვევებია ამ მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ 8 თვის სტატისტიკის მიხედვით სულ სააგენტოში 838 განაცხადი დაფიქსირდა, შესული ზარების რაოდენობამ კი 2570 შეადგინა. ჩვენ სწორედ ამ სტატისტიკას გავაანალიზებთ და საინტერესო დეტალებს გავიგეთ, თუ რა მიმართულებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორც მომხმარებლებმა, ეს იქნება ონლაინ ვაჭრობის თუ ფიზიკური ვაჭრობის დროს. ჩვენ სტუმარს წარმოგიდგენთ, რომელთან ერთადაც დღეს ამ თემებზე ვისაუბრებთ, თამარ ჩანტლაძე, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი გსტუმრობს. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა იმისათვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე აღვნიშნე სტატისტიკასთან დაკავშირებით და როგორც ირკვევა, ძირითადი ნაწილი, ასე ვთქვათ, განაცხადების და ზარების მაინც უკავშირდება ონლაინ ვაჭრობის თემას, ხომ? 65% ასია სტატისტიკის მიხედვით. მოდით გითხარით, რა ძირითადი გამოწვევები გამოიკვეთა აი ამ სტატისტიკის გაანალიზების შედეგად და მომხმარებლები რა რისკების წინაშე დგანან, რა ირკვევა მოკლედ ამ პროცესში. მოგესალმებით, მივესალმები მსმენელებს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სტატისტიკის თანახმად სააგენტოს პრაქტიკა მზარდია, მომხმარებლები აქტიურად ურეკავენ ცხელხაზზე, ასევე მოგმართავენ განცხადებებით იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც მათ ექმნებათ სამომხმარებლო ურთიერთობაში მოვაჭრეებთან. რაც შეეხება ონლაინ ვაჭრობას, წილი სტატისტიკურადაც მონაცემების მიხედვით 65% შემოსული განცხადებებისა ეხება ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს იქნება სააგენტოს რჩევები მომხმარებლებისთვის, დღეს რაზეც ვისაუბრებთ, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები მოვაჭრეებთან ურთიერთობის დროს და განსაკუთრებით დისტანციურ ვაჭრობაში. როგორც მოგეხსენებათ, უპირველესი რისკი, რაც შეიძლება ჰქონდეს მომხმარებელს მოვაჭრესთან ურთიერთობაში არის მოვაჭრის იდენტიფიცირება. და მე კიდევ ერთხელ და სააგენტო არაერთხელ გასცემს რეკომენდაციებს და ასევე შემდგომ უკვე საქმის შესწავლის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებშიც ასაბუთებს, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებლებს მიეწოდოთ ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობის თაობაზე. ეს განსაკუთრებით საფრთხის შემცველი მომხმარებლებისთვის არის დისტანციურ ვაჭრობაში, იმიტომ რომ როგორც იცით, თქვენს Facebook პლატფორმაზე, Instagram პლატფორმაზე არაერთი მოვაჭრე ახორციელებს კომერციულ საქმიანობას და ხშირად უცნობია, ვინ დგას ამ გვერდის მიღმა. შესაბამისად, მოვაჭრის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ პრეტენზიის ან კონკრეტული პრობლემის წარმოშობის დროს ჩვენ ვიცოდეთ, ვის წინააღმდეგ უნდა დავიწყოთ კონკრეტული მოძიება რომ მარტივი იყოს. ამიტომ კანონის მიხედვითაც მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობის თაობაზე და შესაბამისად მომხმარებლებმაც თუ ოდნავ მაინც ეჭვის საბაბს შექმნის მოვაჭრესთან ურთიერთობა წინა სახელშეკრულებო ეტაპზე, ანუ შეთანხმების დადებამდე, უნდა მოითხოვონ მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და მხოლოდ შემდგომ დადონ ეს შეთანხმება. ეს გულისხმობს ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელს და გვარს, პირად ნომერს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში იმ სახელს, იურიდიულ დასახელებას, რომლითაც ის რეგისტრირებულია მეწარმეთა რეესტრში. თუმცა კანონი თავისუფლად ვრცელდება როგორც იურიდიულ პირზე, ანუ რეგისტრირებულ მოვაჭრეზე, ეს იქნება ფიზიკური პირი, ინდმეწარმე თუ იურიდიული პირი და ასევე არარეგისტრირებულ პირზე, რომლებიც ახორციელებენ კომერციულ საქმიანობას. ამასთან ინფორმაციის მიწოდების ნაწილზე, რომ გავაგრძელოთ ისევ საუბარი, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს ინფორმაცია მიაწოდოს ქართულ ენაზე. ეს უნდა იყოს გასაგებად, მკაფიოდ, მომხმარებლისთვის მისაღები იყოს უნდა ის ინფორმაცია, რასაც აწვდის შეთანხმების დადებამდე. ასევე დისტანციურ ვაჭრობაში თქვენს გინახავთ ალბათ გვერდებზე, ხშირად მომხმარებლები, არაერთი მომხმარებლები კომენტარების ველში წააწყდებოდით კითხვებს ფასის შესახებ. კი ბატონო, ფასი რთული საკითხია.
კომენტარია, როგორც აღმოჩნდა, არაერთი კომენტარი შეგხვედრია, ხო? ესეთ დისტანციურ პლატფორმაზე არსებულ კომერციულ გვერდებზე ფასის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაც აკისრია კანონის მიხედვით მოვაჭრეს და ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფასი, რის შედეგადაც მომხმარებელი წყვეტს დადოს თუ არა კონკრეტული შეთანხმება მოვაჭრესთან, ხო? ამიტომ აქედან გამომდინარე ვალდებულია ის გასაგებად მიაწოდოს და მოკლედ ეწეროს იმ პროდუქტზე თუ მომსახურებაზე, რომელსაც თავაზობს ის მომხმარე. კი ბატონო, ფასთან დაკავშირებით ეს რაღაც მარკეტინგულ თემათაც გადაიქცა, მე მგონი რაღაც აქტიურობის გაზრდის მიზნით იყენებენ ხოლმე, თუმცა მოკლედ როგორც ირკვევა, კანონით ამის ვალდებულება არის. თუ მოვაჭრე არ აწვდის ინფორმაციას ფასის თაობაზე, ანუ სავაჭრო გვერდზე შესვლის შედეგად თუ უცნობია მომხმარებლისთვის ფასი და მას სჭირდება დამატებითი ქმედება, მაგალითად პირად მიმოწერაში დაზუსტება კონკრეტული საქონლის ფასის, ეს დარღვევაა, იმიტომ რომ ფასი უნდა იყოს გასაგები და ასე ვთქვათ თვალსაჩინო მომხმარებლისთვის, რომ მან შეაფასოს, ეს ასევე მის არჩევანის თავისუფლებასაც განსაზღვრავს, ასევე აძლევს საშუალებას ბაზარზე არსებული ერთი და იგივე პროდუქტი შეაფასოს, რომელ მოვაჭრესთან მისთვის ხელმისაწვდომი ფასი აქვს ამ კონკრეტულ პროდუქტს. შესაბამისად, ფასის თაობაზეც ინფორმაციის მიწოდება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელიც უნდა შეასრულოს მოვაჭრე. კი ბატონო, ანუ ესე იგი გამოდის, რომ თუ იმ შემთხვევაში თუ რაღაც შეფერხება იქნება მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოწოდებასთან დაკავშირებით, ან უბრალოდ ასე ვთქვათ, უგულებელყოფენ ამ მოთხოვნას მომხმარებლის მხრიდან, საეჭვოდ უნდა მივიჩნიოთ ასეთი შესაძლოა ასეც ითქვას, რადგან მოვაჭრე, რომელიც კომერციულ საქმიანობას კანონის მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს, ისედაც ცხადს ამ მონაცემებს, ხო? თუ ეს დისტანციურ ვაჭრობაში პრობლემა იმიტომ არის, რომ მას არ შეუძლია ხო სავაჭრო ობიექტში მივიდეს, იქ გადაამოწმოს. შესაბამისად, ეს უფრო მეტ რისკს ქმნის და სავარაუდოდ უფრო მეტ საფუძველს ქმნის იმისა, რომ მოვაჭრე რამდენად კეთილსინდისიერი იქნება მომხმარებელთან ურთიერთობაში. ფასთან დაკავშირებით ასევე დავამატებ იმას, რომ ვალდებულია მოვაჭრე ასევე მიაწოდოს ინფორმაცია ერთეულის ფასის თაობაზე და რას ნიშნავს ერთეულის ფასი. კანონის მიხედვით ერთეულის ფასი არის საბოლოო ფასი, რომელიც კონკრეტულ ერთეულებში გამოიხატება 1 კილოგრამი, 1 ლიტრი, 1 მეტრი და სხვა საზომ ერთეულებში, რომლებიც ასევე საქართველოში საზომ ერთეულებად ითვლება. შესაბამისად, ეს პრობლემა ხშირად გვხვდება სავაჭრო ობიექტებში დახლებთან. კონკრეტულ პროდუქტს აწერია უფრო ხელმისაწვდომი მისაღები ფასი, თუმცა არ არის მითითებული ეს კილოგრამის ფასია თუ თქვათ 100 გრამის. შესაბამისად, შემდგომ უკვე მომხმარებელი, რომლისთვისაც მისაღებია ეს ფასი ამ კონკრეტულ პროდუქტზე და დაინტერესდება სურს ამ პროდუქტის შეძენა, ხშირად იწვევს ეს ერთგვარ უხერხულობას და რა თქმა უნდა გაუგებრობა არის მომხმარებლისთვის ამ კუთხით, რადგან მისთვის მისაღები ფასი არ აღმოჩნდა საბოლოო ფასი. შესაბამისად, ფასი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ინფორმაციის მიწოდების დროს, რომ აუცილებელია ამ ვალდებულების დაცვა მოვაჭრების მხრიდან. კი ბატონო, კიდევ ერთი და ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი ბერკეტი ონლაინ ვაჭრობის დროს არის ნივთის უპირობო დაბრუნების ვალდებულებაც და უფლებაც, ხომ? მომხმარებლის მხრიდან ეს 14 დღით არის განსაზღვრული. აი ამ ნაწილშიც რომ გითხრათ, ეს რა იგულისხმება აქ, რომ რა ტიპის პროდუქციას ან რა ღირებულების ასეთი შეზღუდვაც თუ არის ეხება ეს თემა და თქვენს პრაქტიკაში რამდენად არის პრობლემები სწორედ აი ამ დაბრუნების ნაწილშიც? კი ბატონო, ეს ნივთის ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე დაბრუნების უფლება არის სიახლე ქართული სამოხმარებლო სამართლისთვის კანონის ამოქმედებიდან მოხდა ამ ინსტიტუტის დანერგვა, ასე ვთქვათ, და ეს დამატებითი სარგებელი უფლების სახით მიენიჭა მომხმარებლებს, რომლებიც დისტანციურ ურთიერთობაში, ანუ ონლაინ ურთიერთობაში არიან მოვაჭრეებთან. ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს, როგორც თქვენ ახსენეთ, უპირობოთ, ანუ ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლება წარმოეშვება ნივთის მიღებიდან 14 დღის ვადაში. აქ მნიშვნელოვანია იმაზე ხაზი გაესვას, რომ ეს მხოლოდ, ანუ ეს უფლება მხოლოდ ეხება ონლაინ ვაჭრობას და ამის დასაბუთება ჩვენ სააგენტოში
ხშირია პრაქტიკა, ანუ როგორც განცხადებები საკითხთან დაკავშირებით, ასევე სატელეფონო კონსულტაციებსაც გავცემთ. რადგან როგორც წესი მომხმარებლებისთვის ხშირად უთქვამთ მოვაჭრეებს უარი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დისტანციურ ურთიერთობაში იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს უფლება კანონით აქვთ მონიჭებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ეხება ნივთებს, რომლის ღირებულება არის 30 ლარზე ზემოთ. ანუ ჩვენ ვყიდულობთ დისტანციურად ნივთს, რომლის ღირებულება არის 30 ლარზე ზემოთ და წარმოგვეშვება უფლება, რომ მიზეზის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარი თქვათ, ანუ დავაბრუნოთ. მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე ხაზი გაისვას იმასაც, რომ კანონი კონკრეტულ გამონაკლისებს თავაზობს, მაგალითად, მალფუჭებად ნივთები, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ შეიძლება იყოს შეძენილი და 30 ლარზე მეტი ღირებულების იყოს, ამ უფლებას ვერ გამოიყენებს მომხმარებელი. ანუ კვების პროდუქტები ეს. სხვა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისები არსებობს. თუმცა, სხვა შემთხვევაში მოვაჭრე ყველა შემთხვევაში ვალდებულია დაიბრუნოს კონკრეტული ნივთი და ეს ახსნილია იმითაც ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც ვეყრდნობით ჩვენ როდესაც ვმუშაობთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებებზე ახსნილია იმით რომ მომხმარებელს ამ სიტუაციაში ან ონლაინ ნაკლები შესაძლებლობა აქვს კონკრეტული ნივთის მახასიათებლები ნახოს, შეამოწმოს და აქედან გამომდინარე მას ეს ვადა 14 დღიანი ვადა აძლევს საშუალებას რომ ხელშეკრულებაზე უარი თქვას. მაგალითად, ასევე მნიშვნელოვანია იმიტომაც ეს უფლება, რომ თქვათ ჩვენ შევიძინეთ კონკრეტული ნივთი ონლაინ, მაგალითად ყავის მადუღარა და დაბადების დღეზე ან ისე საჩუქრად მივიღეთ ასევე ყავის მადუღარა. შესაბამისად, კონკრეტულ ვადაში თუ არის ეს ჩვენი შენაძენი ამ უფლების ვადაში კანონით გათვალისწინებულ 14 დღიან პერიოდში, ჩვენ მიზეზის დასახელებაც არ გვჭირდება იმისთვის, რომ მოვაჭრეს მივმართოთ და უბრალოდ ვუთხრათ, რომ გსურთ აღნიშნული ნივთის დაბრუნება. აქედან გამომდინარე, მოვაჭრეებისთვისაც ჩვენ ერთხელ აგვიხსნია და სააგენტო პერიოდულად ხვდება კომერციულ საქმიანობის განმახორციელებელ პირებს კონსულტაციებისთვის და ასევე მომხმარებლებისთვისაც არაერთი შეტყობინება გაგვიცია და რეკომენდაცია იმისა, რომ ეს არის მათი უფლება და მათ შეუძლიათ 14 დღის ვადაში ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე დააბრუნონ შეძენილი საქონელი. კი ბატონო, ეს ეხება თქვათ უპირობოს და ეს უკვე განმარტეთ, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ნაკლი აღმოაჩნდა პროდუქცია რომელიც შევიძინეთ და მივიღეთ. აქ რა უფლება გვაქვს ამ შემთხვევაში როგორც მომხმარებლებს? დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ნივთის დაბრუნების დროს ნაკლის შემთხვევა სახეზე არ არის, ხომ? ანუ არ სჭირდება ამას მიზეზის დასახელება, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რაც კანონით არის განსაზღვრული, ეს არის კანონისმიერი გარანტია. კანონი თავიდანვე 2 წლიან კანონისმიერ გარანტიას აწესებს ყველა შეძენილ საქონელზე და ეს გულისხმობს იმას, რომ თუ მომხმარებელმა 2 წლის განმავლობაში აღმოაჩინა ნაკლი, მას წარმოეშვება კანონით გათვალისწინებული შემდგომი უფლებები და მოვაჭრეს შემდგომი ვალდებულებები. მაგრამ აქ უნდა ვახსენოთ აუცილებლად ისიც, რომ პირველი 6 თვის მანძილზე ნაკლის აღმოჩენიდან მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს. ანუ მოვაჭრეა ვალდებული შესაბამისი, ანუ კონკრეტულ საქონელს და ნივთს გააჩნია, რა თქმა უნდა, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს, რომ ნივთის შეძენისას ნივთი იყო უნაკლო. ანუ ეს ვადა, 6 თვიანი ვადა 2 წლის განმავლობაში პირველი 6 თვე მოვაჭრე უნდა ასწიოს, ეს დაძლიოს მტკიცების ტვირთი, მან წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება, ხოლო შემდგომ უკვე მომხმარებელიც ერთვება ამ საკითხის დადასტურებაში და 18 თვის დანარჩენი პერიოდი მომხმარებელს წარმოეშვება ამის მომხმარებელზე გადადის მტკიცების ტვირთი. მაგრამ იმ შემთხვევაში ახსნათ რა უფლებები წარმოეშვება მომხმარებლებს, როდესაც აღმოაჩენს, რომ ნაკლიანი ნივთი შეიძინა მოვაჭრისგან. პირველი რიგის უფლება, ან პირველი მოთხოვნა, რაც შეიძლება რომ მან მოვაჭრესთან დააყენოს, ეს არის ნივთის შეკეთება ან შეცვლა. პირველი რიგის უფლებებია და შესაბამისად მას შეუძლია მოითხოვოს როგორც ნივთის შეკეთება ან შეცვლა. ამ შემთხვევაში კანონი ორივე თანაბარ რანგში აყენებს, როგორც შეკეთებას,
საშუალებას ასევე შეცვლას და ეს კონკრეტულ შემთხვევებში ხდება გამოყენებული იქნება უფლების აღდგენის საშუალება ნივთის შეკეთება და ნივთის შეცვლა, რადგან არის კონკრეტული ნივთები, რომლის შეცვლა შეუძლებელი შეიძლება იყოს ან მარაგში არ იყოს, ან ასევე არსებობს ნივთები, რომლებიც შეიძლება შეკეთებას არ ექვემდებარებოდეს და ავტომატურად იცვლებოდეს. თუ ამ უფლების გამოყენება ვერ ხდება, შემდგომ ეს არის ფასის შემცირება, რომელიც მომხმარებელსა და მოვაჭრეს შეთანხმების საფუძველზე ხდება და თუ ამის საშუალებაც კონკრეტულ სიტუაციაში არ იქნება, ეს არის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, ანუ გასვლა ხელშეკრულებიდან და თანხის დაბრუნება. ამ შემთხვევაში თანხა უნდა მოვაჭრემ დააბრუნოს სრულად და აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება. თუმცა აქ ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ნაკლი დადგენილია. მოვაჭრეს გაანალიზებული აქვს ის, რომ მომხმარებელთან ურთიერთობის დროს მის მიერ გაყიდული საქონელი აღმოჩნდა ნაკლიანი, შესაბამისად მას თუ წინა უფლებების გამოყენება ვერ მოხდა, ეკისრება ვალდებულება, რომ დააბრუნოს თანხა სრულად. კი ბატონო, უღრმესი მადლობა ამ მომწურავი განმარტებებისთვის, ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს რომ ონლაინ ვაჭრობა ძალიან პოპულარულია და აქედან გამომდინარე ის ბევრი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვიწყებთ კონკრეტულად ვთქვათ პროცესს ონლაინ ვაჭრობა დროს წინააღმდეგ შემთხვევაში და ალტერნატივად გვაქვს კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვა, სადაც გარდა ვთქვათ განაცხადებზე რეაგირებისა კონსულტაციებით შესაძლებელია სატელეფონო სახით, ხო? დიახ, ჩვენთან მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელიც აქტიურია ძალიან 15-20 შეუძლია ყველა მომხმარებელს მოგმართოს, რომლებსაც უკვე კონკრეტული პრეტენზია აქვს მოვაჭრეებთან, ან ასევე კონკრეტული საკითხით არის დაინტერესებული თავის სამომხმარებლო უფლებებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ. თამარ ჩანტლაძე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ რუბრიკის ფარგლებში ერთი კვირით მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.